მე მინდოდა ჩავამეწერა და წერილობით მომეტანა, იმიტომ რომ არ არის ადვილი ბევრ რაღაცას ზეპირად შეეხო, მაგრამ არ მომეწით ამ საშუალება. წერის საშუალებაც არ მომეწით, რომ დაწერილი ფურცელი მომეტანა, ამიტომ წინასწარ მოდის ვიხდით თუ მსჯელობის დროს გადმოხდები ხოლმე არათანმიმდევრულად, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას მინდა შევეხო. უპირველეს ყოვლისა მინდა გესმოდეთ, რომ ყველას მე ვარ ადამიანი, რომელსაც თქვენ 9.5 წელიწადი მოახდენიეთ და ადამიანი, რომელსაც კიდე 9 წელს მიუსჯით რამდენიმე თვეში. ეს არის თქვენი 18.5 წელიწადი. ამიტომ ნება მიმოძეთ ვრცლად ვისაუბრო ამ 18 წელიწადზე. არ არის მარტივი საქმე, არც ჩემთვის, არც ჩემი შვილებისთვის, არც ჩემი ოჯახისთვის. დაფუძნებულად ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდება და არაფერი ამას საერთო არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულად. მე ღმრთ ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ პროკურორს და არც თქვენ არ გაქვთ ახლა წარმოდგენა, რომ თქვენ გესაუბრებთ რომელიმე საქმეში ბრალდებული კრიმინალი. დარწმუნებული ვარ ამაში, რაც არ უნდა თქვა, ამაში ვერაფერი ვერ გადამაწყვეტს. დაიწყო ეს ყველაფერი, ამას უნდა ცოტა წინა პერიოდსაც უნდა შევეხო, იმიტომ რომ აქ არ არის სიტყვაზე გუშინ ვიღაცას რაღაც გაახსენდა და დღეს აქ სკამზე მომიყვანა დამსვა და 9 წლით მიშვებს ციხეში. ესე მარტივად არ არის საქმე. საქმე არის ბევრად უფრო რთულად. და რთულად არის ამას ეს თქვენი კოლეგების მოსჯილი 9.5 და ეხლა თქვენს მიერ მოსჯილი ამას დაადასტურებს. 18 წლით ადამიანები ციხეში შემთხვევით უბრალოდ ისე არ მიდიან თუ რამე განსაკუთრებული უბედურება არ ხდება მათ თავს და ჩემ თავს დიდი ხანია ხდება ეს უბედურება, რომელსაც ეს რუსული რეჟიმი ესე მიზანმიმართულად ახორციელებს. წინა სასამართლოზე სხვადასხვის მე მოსამართლემ შემახსენა, რომ თქვენ რამოდენიმე საქმე მოიგეთო, რატო რაღაც ესეთი. ხო, რამოდენიმე საქმე მოვიგე, ქონდა ძალიან ბევრი ბრალდება, აი ძალიან ბევრი, აქედან ძალიან ბევრი მოვიგე და 2 თუ 3 ბოლოს, როგორც იქნა ის სრულიად უტიფრად გაყალბებით მომისაჯეს, იმიტომ რომ მაშინ უნდა გავიშვა. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ მისჯილში, რომელშიც დამნაშავედ მცნობს თქვენმა კოლეგებმა და იმაში, რომელშიც გამამართლეს თავისთავად, იოტის ოდენა ბრალი არ მივიწვის. ჩემ ცხოვრებაში არასდროს ჩამიდენია რამე კრიმინალი. აი არასდროს. პირიქით. ყველა ჩემი ნაბიჯი ყოველთვის გამომდინარეობდა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან, არამედ ქართული კანონმდებლობის პატივისცემით. მთელი საქართველოში მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, ვიღაცები დღესაც თვლიან და ვიღაცები, რა ვიცი, მერეც მომავალშიც აღარ ვიქნები, მერეც ჩათვლიან, რომ მე ვინმე კრიმინალი ვარ, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყვილი. აი აბსოლუტური ტყვილი. ეს ყველაფერი, ეს ამას საფუძველი, საძირკველი ჩაეყარა ჯერ კიდევ წლების წინ, ძალიან წლების წინ, სადაც 24-25 წლის რო ვიყავი და ვიყავი საჯარო აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აი იმ პერიოდში ჩაეყარა იმდენად ფუნდამენტურად, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ამ შეხედულებას საფუძველი, რომ მე პრაქტიკულად წლების განმავლობაში ვერაფერს ვერ უხერხებდი. ბევრი რამ ჩადე, სხვადასხვა სასამართლო, ჩემი ნებით სასამართლოზე მოსვლა. შეგახსენებთ ამასაც მე მოგებებით, ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღესაც რო თქვენ გესაუბრებით, ამის ერთ-ერთი ნაწილია. მაგრამ ვერ მოუხერხე ვერაფერი, ჯერჯერობით, გარკვეულწილად ეს მაინც ესე უფლებად რჩება, ასე მომიხსენიონ ვიღაცებს, გინდა მოსამართლე, გინდა პროკურორი, გინდა ქოცი, გინდა ვიღაცა, არ ვიცი, ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. თქმა მინდა იმის, რომ მთელი ის პერიოდი, აი როცა ახლა ვახსენე ის პერიოდი, როცა იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი, ეს იყო კრიმინალურ სამყაროსთან მართლა სერიოზული დაპირისპირება. აი იმ დროს დებენ ბრალს, ეხლაც მაგაში დებენ ვიღაცები ბრალს, რომ შენ რაღაცა დანაშაულებს ჩადიოდი, რაღაც უბედურებებს აკეთებ, სისხლის მსმელი და რაღაცები. აბსოლუტური ტყვილი აღმოჩნდა. ხო, მე არ ვარ არც ერთი ატიმრის, ატიმრის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებული, თუ არ ჩავთვლით 3 კანონიერ ქურდს, რომელ სასამართლოზე მე არც მივსულ ვარ, შინაგანი პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ სასამართლო, რომელიც კანონიერი ქურდების სიტყვას ჩათვლის რელევანტურ მტკიცებულებად იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამ ხალხის ალაგებით იყო დაკავებული, ცინიზმი გონდა.
სინამდვილეში არც არასდროს დამდგარა საჭიროება. მინდა გითხრათ, რომ როცა მე კანონიერ ქურდებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მქონდა საქმე, არასდროს დამდგარა საჭიროება კანონის დარღვევის. პრობლემა კანონის დარღვევა არ დარღვევაში საერთოდ არ იყო. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არსებობდა ქართული სახელმწიფო, არსებობდა ქართული კანონმდებლობა, რომელიც ამ კანონიერ ქურდებს ფეხებზე ეკიდათ. ერთადერთი ამოცანა და ერთადერთი მეთოდი ამოცანის მიღწევის იყო ქართული კანონმდებლობის რეალიზება, ამოქმედება იმ დაწესებულებებში. კარგად რომ გესმოდეთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ლოგიკური აზროვნების უნარის მქონე ადამიანს ესმის, რომ ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების ჩამოშორება კრიმინალური საქმიანობისგან ქუჩაში შესაძლებელია ერთადერთი გზით, ერთადერთი მათი იზოლირებით საპატიმროებში. ეს იყო გასაკეთებელი და ამას ვაკეთებ. არ გულისხმობს არც ერთ ნაბიჯზე ეს ქცევა, აი ეს ამოცანა, ეს დანიშნულება არ გულისხმობს ამ ხალხის ცემას, წამებას ან შეურაცხყოფას. პირიქით, ესე რომ ვინმე ზექნა იმ სუბკულტურის ფარგლებში მათი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდებოდა ქუჩაში და მათი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდებოდა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ქართული სახელმწიფო ფურცელზე არსებობდა, ქართული კანონები ფურცელზე არსებობდა და არც ერთი კანონიერი ქურდი, არც ერთი ეგრეთ წოდებული მაყურებელი, არც ერთი ძველი ბიჭი არ იჯდა ციხეში როგორც ციხეში. იჯდა როგორც სასტუმროებში. შეგახსენებთ, მე საერთოდ იმ სისტემაში მოვხვდი ერთი უცნაური ამბის მე. როცა მთელმა საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში ნახეთ, რომელიღაც კანონიერი ქურდი ჭრელა ბანოებში თბილისში როგორ გავიდა ციხიდან საბანაოდ ბადრაგის თანამშრომლების თანხლებით. უბრალოდ ბიჭს მოუნდა და წავიდა სასეირნოდ. ამას მოყვა ხმაური, ეს იყო ჯერ 2005 თუ არ ვჩნდები, უკვე მარტივის რევოლუციის მერე სამწუხაროდ. და ამოცანა რაც მე მქონდა ქართული სახელმწიფოსგან დაკისრებული, იყო უბრალოდ ქართული კანონმდებლობის აღსრულება პენიტენციალურ დაწესებულებებში. ამის დღეს თამამად თქმა იცით, რატო შემიძლია რომ არასდროს ჩამიგენია არც ერთი დანაშაული. მე იმ წლებზე გელაპარაკებით, რატო შემიძლია? იმიტომ რომ ჩემ წინააღმდეგ თელმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ წლების განმავლობაში იმუშავა და აგროვა მტკიცებულებები და შეეცადა მოეტანა ერთი მტკიცებულება მაინც. ერთი დაზარალებული მაინც. იმიტომ რომ და მე ადამიანებს ხო იცით, ნათქვამია ეს ძალიან ეს ვიზიანებს შესაძლოა ამ შეხედულებას, გარკვეულწილად ქურდს ყველა ქურდი გონია. ადამიანებს, რომლებსაც არ შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ იქ წესრიგის დამყარება შესაძლებელი იყო, მხოლოდ კანონის ამუშავება. ადამიანებს, რომლებსაც არ შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ კანონის ამუშავება თავისთავად იყო შესაძლებელი, ისინი ადვილად იჯერებდნენ მოსაზრებას, რომ ახალაია ვიღაცა შეუვარდა, ჩამოახრჩო, რაღაც უბედურება და აბა როგორ? აბა სხვანაირად როგორ? მინდა გითხრათ, რომ ეს ამოცანა სხვადასხვა აი რომ ვკითხოთ, აი პროკურორებს რო ვკითხო, მოსამართლეს მაინც აი პროკურორებს რო ვკითხო. ვერცერთი პროკურორი ვერ დაასახელებს იმ თანამდებობაზე დეპარტამენტის დირექტორად, ვინც იმუშავა, არავის შეუქმნია ქურდული სამყაროსთვის არასდროს საქართველოს ისტორიაში პრობლემა. ჩემი სახით ის 25-30 წლის ბიჭი ვინც იყო, იმან ეს მოახერხა. ამას არ მოყოლია, ეს არ იყო, საერთოდ არ იყო. ეხლა ხო საუბრობდა თითქოს რაღაც მარტივ რაღაცას ვთქვი. ეს იყო ურთულესი, უმწვავესი ამოცანა, რომელიც ან გავიდოდა შედეგზე, ან არ გავიდოდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე ცხადი იყო. თავიდანვე პირველი დღეებიდანვე ცხადი იყო, რომ ჩემთვის პერსონალური უდიდესი პრობლემების მომტანი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ამას შევიყავი დარწმუნებული. ძალიან მალე დარწმუნებული. მაგრამ შედეგი საერთოდ დადგებოდა თუ არა, ეს ძალიან რთული იყო. იმიტომ რომ აი მაგალითად, აი ხლა რადგან სასამართლოში ვართ, ძალიან კარგი ანალოგია შეიძლება გამოდგეს. აი აქ რამოდენიმე დღის წინ თქვენს ეზოში გახსოვთ აი ერთი კანონიერი ქურდის და მეორე ძველი ბიჭის ვიღაცების და აი რამხელა აუზაური იყო აი აგერ ეზოში. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ წარმოვიდგინოთ ეს საზოგადოება ისეთ ციხეებში, სადაც კარები არ იკეტებოდა. კარები უბრალოდ არ იკეტებოდა. არ ქონდა დასაკეთება. ფანჯრების გისოსები არ ქონდა. აი საერთოდ სიტყვა უსაფრთხოება უბრალოდ არ არსებობდა. თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც იქ იმ პერიოდში მუშაობდა, აბსოლუტური უმრავლესობა ბოდის ვიხდი ამ სიტყვისთვის კიდევ ერთხელ, მაგრამ იყო ქურდების ჩმორები რა. მათ ემორჩილებოდა. იმიტომ რომ ჯერ ერთი ხელფასი არაფერი არ ქონდა საერთოდ. 70 ლარი იყო. ესეც არ იგდებოდა. მეორე ძალიან ეშინოდათ, არ დაემორჩილებდნენ და თავიანთი აჯობებდნენ.
და მესამე, მოდით გულწრფელად ვთქვათ რა. მე ეს სამსახური, რომელიც ჩამბარდა, ის სამსახური იყო მაშინ ფსკერი სახელმწიფო უწყებების. იმის ქვემოთ სხვა არაფერი არსებობდა. თუ ვინმეს პატრონი ყავდა, თუ ვინმეს ახლობელი ყავდა, თუ ვინმეს შეეძლო, ის არასდროს არ დაიწყებდა იქ მუშაობას. პოლიციიდან გაყრილი, ბოდიში ამ სიტყვისთვის, გაყრილი ხალხით იყო დაკომპლექტებული. ნახეთ, მინდა შეგახსოვდეთ, მაგრამ შესავალის სიტყვის წარმოქმნის ეტაპზე და სამართლისმეს მოსწრების შემთხვევაში საქმესთან დაკავშირებით თქვენ პოზიციას და რო გაიხარისეთ აღნიშნული. თქვენ ვფიქრობთ, რომ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ, თავად მოსამართლე, მე ვსაუბრობ აი მარტივი წინადადებით გეტყვით. რატო ვზივა რა თამაში? მე არ ვარ კრიმინალი თუ და გიხსნით რატო ვარ აქ? თუ შეიძლება გავაგზავნოთ. ამიტომ აი ამ ყველაფერმა შექმნა ისეთი იმიჯი, რომლის წინააღმდეგ მე პრაქტიკულად არის გაკეთება არ შემიძლია. შეაშინა და დააფრთხო ბევრი ადამიანით. შემდგომ ამას მოკვა გაგრძელება წლების განმავლობაში, ოღონდ სხვა მიმართულებით, უბრალოდ თავდაცვის როცა ვიყავი, მაშინა ამ დონის არ იყო, რა თქმა უნდა და ასეთი სიგიჟის პატარებელი ყველაფერი არის. მაგრამ აი შეგახსენებთ, რომ მე სასამართლოში როცა წარმატინეს პირველად, ერთ-ერთი რასაც მაბრალებდნენ იყო ჯარისკაცების წამება. მაშინაც ხსნიდი და ცდილობდი ადამიანებისთვის ამიხსნა. ეხებოდა იქ გედედე რო არის, გედედე მაგაც წამებს. უხსნიდი რომ დედამიწის ზურგზე არ დაიარება მინისტრი, რომელსაც ტექნიკურად შეუძლია შეიარაღებული ჯარისკაცების წამება. არ ხდება ეგეთი რამე ბუნებაში. ამას მაბრალებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი თავარი ბრალდება მე სასამართლოს. ეს ყველაფერი ქმნიდა განცდას, რომ ჩემი სახით არსებობს ვიღაცა დამნაშავე უბედურების ჩამდენი ადამიანი, რომელიც უნდა ჩამოახრჩონ, იმიტომ რომ სამართლიანი. და გითხრათ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მე მთხოვეს ჩემმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ბევრმა ვიღაცამ ქვეყანა დამეტოვებინა გარკვეული პერიოდით, აი ამ შეხედულებების გამო საჯარო ბრალდებები იყო, რომ მე ვიღაცას ხელს უშლიდი ძალაუფლების გადაბარებაში. მაშინ მაგალითად იყო ესეთი პიროვნება, ვინმე ალასანია, რომელმაც ბრიფინგი ჩაატარა და საზოგადოებას ამცნო, ახალაიას ყავს წაიკითხა სახელები და გვარები ადამიანების. აი ეს შეიარაღებული ფორმირება და აქ აპირებენ ჰოლმსის, სირია ახალი დაწყებული იყო, ჰოლმსის მოწყობას. ბრალდება იყო იმაში, რომ ხელისუფლება როცა წააგებს არჩევნებს, ახალაია იქნება ის, რომელიც ივანიშვილს არ მიცემს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას. საშინელი, ესე იგი, ბრალდება იყო თავისი შინაარსით, ფორმით და ყველაფრით. იყო მაგალითად აი არჩევნების შემდეგ დღეებში, იგივე სოზარ-სუბარი გამოვიდა, მახსოვს, თვალათლით მახსოვს, საჯარო ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ აი ახალაია რაღაცას ამზადებს, რომ ხელისუფლების გადაბარება არ მოხდეს. აი ამ ბრალდებების გამო, რომ ეს ვინმე შეგნებულად მართლა არ გამოიყენებინა, ერთი თვით წავედი იმ პერიოდში ქვეყნად. როგორც კი ხელისუფლება, როგორც კი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ისა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, თავობა დაკომპლექტდა მინისტრის პოსტები დაიკავეს, მეორე დღესვე დავუკვირდი ქვეყანაში ერთი მარტივი რაღაცისთვის. მე როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს განცდა, რომ უამრავი რამე კარგი აქვს ამ ქვეყნის გაკეთებული, ამავდროულად ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ პასუხისგებლობა თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც გრძელდება. და თუ იქნება კითხვები, აბსოლუტურად ყველა კითხვას უნდა გაიეცეს პასუხი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაცაში ბრალი მიდიწვის, ციხეშიც უნდა ჩაჩნდეს. ეს იყო ჩემი შეგრძნება. და ამიტომ ჩამოვედი. მეორე დღეს, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული საზოგადოება, მის პოლიტიკური ნაწილი ყოველ შემთხვევაში, იმდენად შორს არის რეალობის აღქმისგან ცალკეულ ვითარებაში, რომ ადამიანებმა ეს ვერ დაიჯერეს, ვერ გაიგეს. ვერ ეგონა თუ რაღაც კიდე რაღაც უბედურება და მეცენ თუთებს საათში და დამიჭირეს. ისე რომ ჯერ საერთოდ ვთქვით, არაფერი აი საგამოძიება არ ქონდა დაწყებული. ყოველთვის მეგონა და ვთვლიდი, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე, განსაკუთრებით მას, ვისაც მაღალი თანამდებობა უჭირავს და მას, ვის მიმართ ბევრი საუბრები და გნებავთ ჭორები, გენდათ საუბრები, ყოველთვის უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე, როცა ძალაუფლება არ იქნება იმ მომენტში. ეს გავაკეთე. გითხარით, გამასამართლეს, ყველაფერში გავმართლით, გამასამართლეს სამი კანონიერი ქურდის ჩვენებით, რომელსაც მე არ გავყარები ვარ პროცესს, პრინციპული მნიშვნელობის გამო და გითხარით რატო და გამასამართლეს
რუსი ჯაშუშების საქმეს. ხო, ჯაშუშები, საერთო იძახიან თეთრაძე და ჩვენს მიერ იყო დაკავებული რუსი ჯაშუში, რომელიც იყო თქვენი სასამართლოს მიერ გასამართლებული. ეს იყო ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, სადაც ვიდეო მტკიცებულება არსებობდა საქმეში. ის საქმე მე დახურეს, მე რომ ასამართლებდნენ, აი თქვენ ახლა დახურეთ და სასამართლოზე ის არ მოიტანეს. ის გაამართლეს ის ადამიანი, რუსი ჯაშუში. და ჩემ წინააღმდეგ მოწმეები ჩართეს მოსკოვიდან და მინსკიდან, სკაიპით. მე ჩემ თავსაც მივეცი პირობა და ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს და უპირველეს ყოვლისა ჩემ ოჯახს ყველა ამ საქმეს ქართული სასამართლო გახსნის ბოლოს, როგორც ფალსიფიცირებას. ესენი იყო ფალსიფიცირებული. მიუხედავად ამისა, 9 წელი და ნახევარი მე მოვიხადე ციხეში. ბევრი მეკითხებოდა, რატო ჩამოხვედი საქართველოში. ხო იცოდი რომ დაგიჭერდა. ძალიან ბევრი ახლობლებიც მეკითხებოდნენ. გულშემატკივრებიც მეკითხებოდნენ. მინდა გითხრათ აი გულდაწყვეტით რომ ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანისთვისაც ასახსნელი გახდა ჩემი პოზიცია რომ ეს ნორმალია. პირადად ჩემთვის ეს ნორმალია. ნორმალურია. როცა თანამდებობაზე ახალ და კითხვებია, უნდა მიხვიდე თუ გიბარებენ სასამართლოში. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში აბსოლუტური ჭეშმარიტების თქმაც კი შეიძლება ჟღერდეს სრულიად არადამაჯერებლად. აი მაგალითად 2008-ში, 2010-ში, ნებათ 2013-ში ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობა სოზარს უფრო დაუჯერებდა, სოზარს უბარს, როცა ამბობდა რომ ახალია კრიმინალია, ვიდრე მე ვამტკიცებდი რომ ეს არის ტყვილი და რუსული პროპაგანდის ნაწილი და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვიღაცები მერე ხვდებიან და ეს იყო ჩვეულებრივი ძლიერი რუსული პროპაგანდის ნაწილი. მე მინდა შეგახსენო თქვენ ერთი კონტრასტი, ძლიერი კონტრასტი. კარგად რომ თუ დააკვირდებით აღმოვაჩენთ ერთ მნიშვნელოვან კანონზომიერებას. აი ამ თემით. აი ახლა დღეს 2026 წელს რა ოდენ ძლიერად ანტირუსულად არის ქართული საზოგადოება დამწყობილი. ხო, ცალსახად. 2008 წლის ომის შემდეგ ასე არ იყო. ამის მაგვარიც კი არაფერი არ იყო. ქართულ საზოგადოებაში რუსული, არათუ ანტირუსული სენტიმენტები არსებობდა. ღიად რუსული პროპაგანდირება თავისუფლად მუშაობდა. და ამის ნათელი მაგალითია ახლა, რადგან სიტყვა მოიტანა ეს კონკრეტული ადამიანი. დღეს რო რუსეთის დროშა უჭირავს თავისუფლად, მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი იყო. მაშინ ესე იყო, რომ ის იყო ადამიანების უფლებების დამცველი და მე რატომღაც ამ უფლებების დამღები წარმოდგენა არ მაქვს, რა მიზნით, რა მოტივით და რა შედეგზე ორიენტაციისთვის. 2012 წლის აი როცა გითხარით, მე ერთ თვეში და პირველი ადამიანი და ვინც დააკავეს ვიყავი მე. არ არსებობდა, ძალიან რთული იყო საერთოდ იმის მტკიცებაც კი რთული იყო ჩემთვის, რომ მე არა ვარ დამნაშავე. იმის მტკიცებაც კი რთული იყო ჩემთვის, რომ მე ვარ კეთილსინდისიერი ადამიანი. თავისთავად ის რომ მე დაუბრუნდი და სასამართლოზე მოვედი, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ჩამეთვალა თავხედობა და არა სწორ ნაბიჯად. მე პრაქტიკულად არ მახსოვს, მაშინ ვინც პერსონალურად მაინც ეს ნაბიჯი ჩემი მოიწონა და მითხრა რომ სწორია, ხო? აბსოლუტურად არ მახსოვს, თითქმის ესეთი არ არის. ჩემი გულშემატკივრებიც კი ვერ გებულობდნენ, მეგობრები, ახლობლებიც კი ვერ გებულობდნენ, რას ნიშნავდა ეს. და არაფერს არ ნიშნავდა, რაც გითხარით ამის გარსი. რუსული ნარატივის შედეგი იყო ეს ყველაფერი. ჩემზე კი არა. ქართულ სახელმწიფოზე. ყველაზე სუსტი როლი მაგ სისტემაში აღმოჩნდი მე და ადვილი იყო. მე ეხლაც მახსოვს. დღეს რო ვიღაცები ტარს უკრავენ, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია, მაშინ ასაკეთებდა, მაგრამ მაშინ მე ვინ ჩემი ფეხები ვიყავი, რომ შემძლებოდა ამ აღქმების წინააღმდეგ ფაქტებით მაინც ამის გაკეთება. არ არის. აბსოლუტურად არ არის. მესმოდა ეს, მაგრამ მაინც ვაკეთებდი იმას, რასაც თვლიდი მნიშვნელოვნად. და წამდა ერთი რაღაცის, რომ მიუხედავად ჩემი პერსონალური დაზიანებისა, ეს ქვეყანა ფონს გავიდოდა და ჩემი წვლილი რაღაცა იქ იქნებოდა. ასეთი ბრალდებების შედეგად, აღმოჩნდი პრაქტიკულად ადამიანი, რომელიც ყველა ვარიანტში, აუგრო რა ვორიყო, იცი? ყველა ვარიანტში ციხეში უნდა ყოფილიყო. იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ საჯაროდ, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო მაშინაც. მაგრამ ნუ იყვნენ და ეს საჯაროდ თავისუფლად ხდებოდა. გამართლება თუ გამტყუნდება ახლა უნდა იჩნდეს. იყვნენ ასეთი პოლიტიკოსები. მახსოვს ხელისუფლების პოლიტიკოსები, სხვებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ რატო ჩამოვიდა, რომ მაგას ქურდები დაძლებენ და ჩეჩნები და სადღაც რო არ მოეკლათ, ეშინოდათ ციხეში ჩაჭდა.
ყველანაირი თვალსაზრისით, აი აბსოლუტურად ყველა კუთხიდან, როგორი გემოვნების ადამიანს არ უნდა შეეხედა ამ საკითხისთვის. ნიშნულობა არ ქონდა იმას, მე ვიყავი დამნაშავე, არ ვიყავი, შეგძლებდი საკუთარი თავის დაცვას თუ არა. ამიტომ მოხერხდა ის, რომ აი ამის რო ვიძახით თქვენ, რომელიც არ დაუშვით. ანი, გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა და უახლოესი ადამიანი და მეგობარია, ანი იყო ის ადამიანი, რომელმაც გარეთ მოახერხა იმ მტკიცებულებების შეკრება, რითაც მე დავმართლე. ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეში, საშინელ საქმეებში, საზიზღარ საქმეებში. ბოდიში ჩემთვის არავის არ მოუხდია იმ გამართლებულზეც კი. ცალსახად უნდა ითქვას კიდე ერთი გარემოება. აი მაგალითად, ამ რუსულ პროპაგანდაში არანორმალური ძალით იყო ჩართული საპატრიარქო. თქვენ საიდან უნდა გახსოვდეთ ამ თქვენ არ ვინმეს. მაგრამ ანათემისთვის არ გადავუცივართ იმ პერიოდში. თორე საშინელება ხდებოდა. საშინელება. ერთი მხრივ ქურდული ორგანიზებული ძალა, მეორე მხრივ ეს უბედურება პრორუსული საპატრიარქო. სინქრონიზებული იყო, აი ქადაგებას იმას ამბობდნენ, რასაც სიტყვაზე ქურდები ციხეებში. მახსოვს, კიდეც მახსოვს. ახლა შევარდა და ხატები გამოყარა. ხატები კი არ გამომიყარა. შევედი და ყველა კანონიერი ქურდის მიერ მოწყობილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები დავრჩა. იმიტომ რომ იქ ციხეა, იქ არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ადგილი. ან მაშინ ყველას უნდა ქონოდა, ან არ არის. ყველას განაბარი პირობები უნდა ქონოდა. დავშა. ყველას გახსოვთ, ხო ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. აი ბოლოს რა ხდებოდა, რომ დაგმე ნიშა და რაღაც ეს ყველაფერი იყო საკმაოდ სერიოზულად კოორდინირებული რუსეთის მხრიდან. ჩვენ მე როცა თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, კიდევ უფრო ბევრად მოეშალათ ნერვები ამ პროპაგანდის შემოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ წარმოვადგენთ ისეთ სახელმწიფოს, როცა მე როცა თავდაცვის სამინისტრის კაბინეტში ვიყავი, არასდროს მივცემდი თავს უფლებას ეს კაბინეტი დამეავებინა თუ არ მექნებოდა განცდა, რომ ღირსეულად წარმოვადგენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას იმ ფრონტზე, სადაც ვარ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ დავსდებდით ყველას, ვინც ქართველზე ხელს აღმართავდა აფხაზეთში, ცხინვალში, ნებავთ რუსეთში. ყველას დავსდებდით. ძალიან უშლიდით ამაც ნერვებს. ეს იმ ბოლო საქმეს ეხება, ერთ-ერთი რითაც გამასამართლეს. ამას წინებს, აი, რო აგიხსნა, მასშტაბი მე თქვენ იმიტომ გიხსნით, რომ მე ვთვლი, თქვენ კი არ გიხსნით, ყველას ვხსნით. მე ვამბობ იმას, რაც არის. რატო ვზივარ აქ? ხსნი, მე არ ვამბობ იმას იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა ამას ვინმე მოისმენს და მე მან თავისუფლებს, მაგრამ მეც მინდა ვიცოდე აქ რატო ვზივარ და ბევრს ვფიქრობ ამაზე. თავდაცვის სამინისტროს პირობებში უარესია. აი მოგითხარით, მე ტრანსფორმირდა იმაში, რომ ახალაია აი მგედედეს თანამშრომლებს აწამებდა. ნუ სიგიჟეა, ხო? არ დამტკიცდა. მადლობარიც. არ დამტკიცდა და გავამართლე მაინც, მაგრამ თავდებების ამდენ წებას რა მნიშვნელობა აქვს ბოლოს სამნიში გამართლება? რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენი სახელმწიფო 700-ჯერ სიგიჟე ბრალს აგიღებს? რა მნიშვნელობა აქვს იქიდან 699-ში რო გამართლები? აი რა? აი ეს იყო, რომ მე კიდევ უფრო გააფრინდეს ამ რუსული პროპაგანდის ავტორიტეტი. კიდევ უფრო საშინელია. იმიტომ რომ აი ხო, ჩვენ პირდაპირ ვინც ქართველზე ხელს აღმართავდა, არ ვერიდებოდით პასუხის გაცემას ნებისმიერ ტერიტორიაზე. აი ნებისმიერზე, საერთოდ ყველა. ყველას მივწვდით და ყველა დავსაჯეთ ქართული სახელმწიფოს სახელით და ქართველი ხალხის სახელით. ამაზე სულ გამართლეს. მაგრამ ეს იყო ჩემი საქმე ეს იყო. ჩემი საქმე ის კი არ იყო ტელევიზორში ჩდომა და მრავალფეროვანი სიტყვები წავლა. ჩემი საქმე იყო მომეძებნა ყველა ვინც ანტოფელიძეს აწამებდა და გამეგზავნა იქეთ, სადაც ეხლა ამზადებიან უკრაინელები. გავიცი ეხლა რას ზეიმობენ ქართველები სხვადასხვა ხშირად მინახავს, რომ ორ თვეში ერთხელ ნახულობ ხოლმე ტელევიზიით, რომ უკრაინელებმა მოკლეს ანტოფელიძეს წამებები. 12-ში ყველამგვარია. არც ერთი არ იყო ცოცხალი. რუსეთის ტერიტორიაზე ამოწყდა სულ. მე არ ვიცი ეხლა ვის დაძლებენ და ვის ხარობენ, მაგრამ არავინ არ დარჩენილა, ვინც ქართველებზე ხელი აღნარდა. ვინც ქართველებს აწამებდა, არ დარჩენილა. სრული პასუხისმგებლობით და ამას მოყვა კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები ამ ჩვენი რუსული პროპაგანდისტების მხრიდან. უნდა იცოდეთ, რომ
ეს ძალები რაც მე ვთქვი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი. ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა ქართველს უნდა გვესმოდეს. რამდენად არ უნდა გვჯეროდეს, შოთა რუსთაველის გამო დიდიერი ვართ, ან ვაჟა-ფშაველას გამო გენიოსები ვართ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვან წილს ჩვენ საზოგადოებაში წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც ქურდულ სამყაროს მიეკუთვნება, მათ გავლენებს ექვემდებარება და მათ სიტყვას აფასებს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას. ბევრად უფრო მეტია კიდე, ვინც შავგნელ რუსულ პროპაგანდას უსმენს ეკლესიის ამბიონებიდან. აი ეგ არის რეალობა. მე პირადად აი ამ ბრძოლაში დამარცხებული ადამიანი ვარ ამ ეტაპამდე. და ჩვენი სახელმწიფოც ასე დამარცხდა ამ ბრძოლაში. ეხლა მოვახციეთ აი ამ პერიოდამდე და აღმოჩნდი მე ამიტომ მე მეამაყება, როცა ვამბობ, რომ მე მოვედი ჩემი ფეხით და წავდექი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მე გავაკეთე, იმიტომ რომ მესმოდა აი თუნდაც რაც ვთქვი, თუნდაც ქართველების მტრების განადგურება არ არის სრულფასოვანი საქმე, თუ როცა შენი ხალხი რაღაცაში ბრალს გდებს, შენ თუნდაც არ ეთაყები და შენ ამაზე პასუხის გაცემისგან თავს არიღებ. მე ეს ვალიც ბოლომდე მოვიხარე. აბსოლუტურად ყველანაირად ვალმოყილად მივიჩნევ საკუთარ თავს. აი ეს დამთავრდა ეს ციხე, რომელიცაც როგორც გითხარით, მე დავადასტურებ ამას და ეს იქნება მე დადებული მაგესტურება ჩემი შვილების წინაშე. მე დავადასტურებ იმ მისჯილ საქმეებშიც მე ქართული სასამართლო გამამართლებს. როგორც კი თავისუფლების ოდნავ ის გამოჩნდება შანსი. მთელი ამ წლების განმავლობაში რაც მოგიყევით, მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ რუსულმა პროპაგანდამ ქართველების ხელით, აი რაღაცეების ვინ ჩამოთვალა და კიდევ არ მოყვა სახელების და გვარების ეს ხშირად გამოყენება, ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში ვახსენებ ხოლმე და ეს უკიდურეს შემთხვევა იყო. ამ პროპაგანდამ ჩემი სახით შექმნა ძალიან ცუდი იმიჯის მქონე ადამიანი, რომლის რამისთან გაკარება თავისთავად პროპაგანდისტვის არის მარტივი რაღაც. აი ახალია. ანუ მე ხო გითხარით, მე არ მქონდა უფლება ხოცების პირობებში თავი მიმართლებინა სასამართლოზე. ისინი ამბობდნენ, რომ ეს კაცი უნდა იჩნდეს მაინც. მე არ მქონდა უფლება არასდროს მიკადრებია და არც ვიკადრებია და არც ახლა ვიკადრებ შეწყალებისთვის მიმართა, მაგრამ ისინი ამბობდნენ, თუ ვიღაცა ოპოზიცია მოიგო და ეს თუ შეიწყალეს, ჩვენა გუბერნიებას დავაყრია. ეს რატო აკეთებენ ამას? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავიანთი განცდით ჩემი სახით შექმნილი აქვს შესანიშნავი ფიგურა, რომელიც შეიძლება აი ასე გამოიყენოს. რაღაც ბოროტების ხატი, ცუდი ადამიანის განსახიერება, რომელიც შეიძლება ნებისმიერ გაჭირვების დროს ამოავდო. აი ეხლაც ემასთან გვაქვს საქმე. როგორც გითხარით, აი მორჩა ეს პერიოდი და მე თქვი რომ ერთი მარტივი რაღაცა რომ ყველა მეკითხებოდა რა საკეთებ, მე ვთქვი რომ მე პოლიტიკაში არ ვერები. არა, ესეც მნიშვნელოვანია რაც გულისხმობ. არ ვერები. იმიტომ რომ არ მინდა ჩავერე. და არა იმიტომ რომ ხოცებმა ესე ჩათვალეს და იმათმა რომ ბუად გამომიყვანეს, არა თუ მინდა ჩავერე. არ ვერები სხვა არგუმენტებიდან მომდინარეობდა ერთი მარტივი არგუმენტისგან. აი ამის გაგებასაც არ მნიშვნელობა. მომდინარეობდა აი ხოცების ამ პროპაგანდამ იმდენად სერიოზულად იმუშავა, აი პირდაპირ ხიათ რომ თქვა ნაცების დიდი ნაწილი შეაშია ჩემ. მე არ მინდოდა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც ბრძოლაში არიან, დისკომფორტის შემექმნა კიდე ჩემი არსებობით და ამიტომ ძალიან მარტივად მათთვის უფრო ხელების გასახსნელად, მათთვის უფრო თავისუფლების მისაცემად და არა ხოცების გასახარებლად. დავანები ამ ყველაფერს თავი. თქვი დავანები და დავანები. არა ვინ გაძლევს საშუალებას? ვინ გაძლევს? რამის მატყობთ ან თქვენ, ან პროკურორი, ან დინმე, თუ სამე პოზიციონირება მინდოდა, ვერ შევძლებდი, არ შემეძლო, რამე ხელს მიშლის, არა. მაგრამ ამ twin გადაღუნულებმა ეგეც სხვანაირად გაიგეს, ამათმა ქურდს ყველა ქურდი გონია. ამათმა ჩათვალეს, რომ ამას რო ამბობ ასე კი არა, სხვანაირად არის. და შემომატრიალის ამ პროცესში ამ სახით. ეხლა მივყვეთ რა სახით შემომატრიალის. ხო, ანუ მაგალითისთვის რამოდენიმე თვის წინ აი ეს რო არის ქალაქის მერი კალაძე. მე ჩემი ყურით მოვისმინე ტელევიზიით ამბობს. ახალია თავის ცოლს აწერინებს Facebook-ზე.
ქალბატონებო და ბატონებო, ისევ ეს ადამიანები აზროვნებენ თავიანთი შინაგანი ღირებულების მიხედვით. ამი ნადარიშვილი სანამ ჩემი ცოლია, მანამდე არის ადამიანი პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი პირადი ამ ქვეყნად, როგორც შეხედულებები, აზრები, ისევ პოზიციები. შეურაცხყოფლად მიმაჩნია ნებისმიერი ქალისთვის და ნებისმიერი კაცისთვის იმის ბრალდება, რომ შენ, როცა ქალი რაღაცას წერ, ამას გაწერინებს ქმარი. აი, მე ახსნაც კი მიჭირს როგორი სიტუტუცია იქ. მაგრამ ისინი ასე აზროვნებენ, ასე ხედავენ პროცესს. რომ ანის პოლიტიკური პოსტი, პოლიტიკური ასნიშნავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გაკიცხვა, კალაზე მასე წაიკითხა. და ეს საჯაროა. ხო, ეს ნიუანსი რაბდურისთვის მე გასაგებად ვთქვი, რომ არ ვერეოდი პოლიტიკაში. პოლიტიკაში რომ ჩავრეულიყავი და პოლიტიკური ამოცანები რომ მქონოდა, პოლიტიკაში ვნახავდით. არ ვიყავ. აი ხლა სადაც ვარ, ეს თუ არის პოლიტიკა, ეხლა ვარ, აი ამაში. არის. ეხლა რაც შეეხება აი ამ ესე იგი როგორ დაიწყო ეს პროცესი. მე შეგახსენებთ, რომ აი ამ იმის გამოყვანის თვალსაზრისით რა გააკეთეს. ჯერ იყო ბრალდება, საჯარო ბრალდება იმ პროპაგანდისტი ტელევიზია, იგივე ხალხია, იგივე პროპაგანდული მეთოდებია, იგივე საშუალებებია, რაც იყო 15 წლის წინ. ისევ ის იმედია, ისევ შალვარამიშვილია, ისევ სუბარია, ისევ და ახალ სახეები ყავთ ცოტა. მაგრამ არსებითად ყველაფერი რუსული პროპაგანდის შედეგია. რუსები თავ ჩამოირჩევენ, აბა ეხლა რა თუნდაც ჩვენ თუ არ გამოვადგურდით ბოლომდე, ეხლა ისე რა უბედურება რუსეთს, რა გამარჯვება ის საქართველოში. მე მგონია რომ მე აქ სივარ არა იმიტომ ივანიშვილის თვალსაზრისით, რაც გამიკეთებია. უკვე იმისთვის ჩამსვა რაღაც პერიოდი. ვაი და კიდე რამე არ გავაკეთე. აი ამისთვის. და არა იმიტომ რომ სიტყვაზე მე რაღაცას ვაფუჭებდი მისი ხედვით. და აი გამოვიჭირე და ეხლა არა, ამიტომ არ ზივარ. ზივარ იმიტომ რომ ხვალდაზე მართლა რამე არ გავაკეთე. რას ნიშნავს არ გავაკეთო? ამაშია მთელი უბედურება. საქმე იმაშია რომ მე როგორც ერთი მოქალაქე, ღრმად ვარ და მე არცად არ უმალავ. აგერ თქვენ გეუბნებით სასამართლოს შევიდეთ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული. რომ უკვე შეიძლება ჩემი პირადადაც იყოს ეგ უკვე ვალდებულებაც, მაგრამ ჩვენი თაობის ვალდებულებაც არის ამ რეჟიმის დამხობა. მე მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული. როცა პროკურორი კითხულობს რაღაცას, მე მინდა უბრალოდ რიტორიკულად დავსვა კითხვა. მე თუ ივანიშვილის დამხობას ვაპირებ, თქვენ რა გითხრათ? აი მითხარით, აი ადამიანურად მითხარით. თუ ტრამპს აქვს უფლება ჩახოცოს აიათოლები ქართულ საქართველოს მოქალაქეს რატო არ გვაქვს უფლება გამოვაგდოთ ყველა შენობიდან და წიფრისქვით გავყავოთ რუსი ოკუპანტები. ვინ გითხრათ ეგ? ხო, რომ მიუბრუნდი ამას, ანუ აქ ამ შტამზე ეხლა ვიმყოფები არა იმისთვის, კიდევ ერთხელ ხალხასმის გეუბნებით, რომ ვითოს ბატონმა დინარაძე მე რამეში გამომიჭირა. რაში გამომიჭირა? ჩემი ტელეფონის ნომერი მითხარით, აბა. ხო არიცით ჩემი ტელეფონის ნომერი. არიცით. ჩემი ტელეფონი თქვენ გაქვთ და თქვენ არიცით ჩემი ტელეფონის ნომერი. მაგრამ გამომიჭირა თავისი ჭკუით იმაში, რომ აი რამე შარში არ გავეხვევ, ამას სადმე კიდე რამე არ გააკეთოს. აი ამაში. და არა იმაში, რაც აქ მოიტანეს და წაიკითხეს. იგივე პროპაგანდისტულმა საშუალებებმა, რომლებმაც ბავშვი აი 25 წლის ვიყავი, მაშინ ეხლა 55 წლის ვარ. წარმოიდგინეთ. სახელები და გვარებს ვიღაცები ემატებიან, ვიღაცები აკლდებიან, არსი ერთია. ამ ფონზე უნდათ ნიველირება ყველაფრის იმის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ ამ პროცესს. აი ეს მოიტანა პროპაგანდა. პროპაგანდა მოიტანა აი ეს მარტო ის კი არა რომ ფიზიკურად აქცია. პროპაგანდა მოიტანა მაგალითად აი ბოდიშვიხი ხო გითხარით ადამიანების ხსენება ესე არ მოყვარს, მაგრამ აი მაგალითად ვინმე დიტო სამხარაძე შეუძლია თქვას რომ ახალაი არის კრიმინალი. აი ეს მოიტანა პროპაგანდა. არადა მე ამ ქვეყნის სახურების მეტი ცხოვრებაში არაფერი სხვა ფიზიკურად დრო არ მქონია არ მიკეთებია. 45-ის ვარ, 9.5 ვიჯექი თვითონ დათვალეთ. გამგვაგებით ბავშვობას, სტუდენტობა და სხვა მე მეტი არაფერი მიკეთებია. პროპაგანდა მოიტანა ის, რომ ენა შეგვაჩვიეს ჩემნაირ ადამიანებს ენა შეგვაჩვიეს და რაღაც
დემოკრატიის სახელით და მართლმსაჯულების სახელით გვამონათებენ კიდე ჩვენ. ამ პროპაგანდა მოიტანა იცით ერთი უცნაური პარადოქსი თანამედროვე საქართველოში. აი ძალიან უცნაური პარადოქსი. დემოკრატიის ზე გულშემატკივარი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ იბრძვიან დემოკრატიისთვის, ხმალამოღებულები იბრძვიან, მაგალითად, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. თუ რამე ოდესმე 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოში დემოკრატიული პროცესი თვალით გვინახავს, ეს იყო ჩვენი არჩევნების წაგება, ჩვენს მიერ არჩევნების წაგება. როცა ნაციონალური მოძრაობამ არჩევნები წააგო 3000 წლის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა და გადავაბარეთ ხელისუფლება, ეს იყო ერთადერთი ჯერ განუმეორებელი ჩვენს ისტორიაში დემოკრატიული ჟესტი. და ეს არ არის იცით საკმარისი. იმათ აი ეს პროპაგანდა მოიტანა ყველაფერი, რაზეც საუბრობთ, ხო? ეს არ არის საკმარისი. ეს ერთადერთი 100-მა ხელისუფლებამ რო დატოვოს არჩევნებით ძალაუფლება, მაინც არაა საკმარისი. სანამ ოდესმე ერთ ისევ უკან არ მოვუდება. და პროპაგანდა ქართულ საზოგადოებას შთააგონა რომ აი რაც არ უნდა, აი ეს არ უნდა მოხდეს, აი ეს უნდა მოხდეს, ხო? ეს უნდა მოხდეს. ეს უნდა მოხდეს. ამან მოიტანა, აი ამ პროპაგანდა მოიტანა. ეხლა თამამად რატო ვსაუბრობ? თქვენთანაც უფრო თამამად რატო ვსაუბრობ? სასაცილოდ რატო არ გამოიყურება ჩემი შეხედულებით სიტყვარუსული პროპაგანდა? იმიტომ რომ სამყაროს ნაწილს უკვე ეს დადასტურებულად დასანქცირებული აქვს და ამიტომ. ეხლა უფრო თამამად შემიძლია თქვა, ვინ არის შალვარანიშვილი, სოზარ ცუბარი, სხვები და სხვები, ხო? მაგრამ 2012-ში, 13-ში, მეგობრებო, 2010-ში გაიხსენეთ. ეხლა ეს ახსენი მე მგონი მთლიანად საიდან იქმნება ეს სურათები? რატომ სიხართ ეხლა თქვენი და მე აქ? უბრალოდ თქვენ რატომ ასამართლებთ მე? რატომ მოიყვანეს ეს ადამიანი ამდენი წლის მერე ისევ სასამართლოში? რატო ზდებენ ბრალს რაღაცაში, რომელსაც მე არც კი უარყოფ რო იყოს ხალხი? არ უარყოფ. მე გეუბნებით კიდევ უფრო აი პროკურატურის გასაგონად, აი თქვენ მეგობრებო, მე გეტყვით რომ მე მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხვალ ივანიშვილი შვიდად წავიდეს, ქუდი დაიხუროს, მაგას ჯობია ზეგ დაიხუროს. იმიტომ რომ დამთავრდება, დამხობით, ამის დამხობით დამთავრდება ეს, რასაც ამდენი წელია ვუყურებთ. მე პროპაგანდისტი ვარ მისი დამხობის. მე ვთვლი რომ ეს არათუ შესაძლებელია, ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა, რითაც შეგვიძლია გავიდეთ ფონს. უბრალოდ აი ხვალ ხასიათი წაუხდეს და იფიქროს რომ всё დავიღალე, აღარ მინდა და წავიდე. ჩემნაირი ადამიანისთვის ეს არ არის საკმარისი. ის და რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს რევოლუციური დამხობით. აღმოაჩინეთ რამე ახალი? და მეორე კომპონენტს დავამატებ კიდე და მოვჩერდი მე მგონი რა ვიცი. აი იმ პერიოდში, ესე იგი, ამ ბრალდებების წარდგენის დროს, ესე იგი, გამოუშვეს ის რაღაც ჩანაწერი, რომელიც მე მოსამართლე ხაზი გაუსვა, რომ თვითონაც ხო ჩადესო, რომ არ არისო ავთენტური. ხო, მაგრამ ეს ხო კარგად ვესმის, რატო გააკეთეს? ეს გააკეთეს ამ პროპაგანდის თვალსაზრისით, თორე იმისთვის კი არა, თქვენთვის რომ მოეტანათ. იმიტომ რომ თქვენთან რომ მოიტანდნენ, მეც მოვიტანდი მტკიცებულებას, რომ გაყალბებული იყო და დამთავრდა. ეს გააკეთეს იმისთვის, რასაც ხსნიდი ამდენი ხნის მანძილზე. იქ ხო რაზეა საუბარი? იქ ხო საუბარია, რომ რაღაც ავტომატები, თოფები თუ რაღაცა ბავშვების ხოცვა. წარმოგიდგენიათ, აი რასაც გიყვებოდით, ის არის. ისევ ის. ის სიბინძურე, რასაც აკეთებდნენ 15 წლის წინ, 20 წლის წინ. იგივეს აკეთებენ ეხლაც. უბრალოდ სხვა მასშტაბებით, სხვა რაღაცეებით. აი მე მაშინაც სასამართლოზე თქვი მოსამართლესაც ვეუბნებოდი. ამ პროპაგანდამ ხო სერიოზულად იმუშავა. ეხლა ვიღაცეებს ასანქცირებენ. ამ ეტაპისთვის ჩვენ დამარცხებულები ვართ უკვე ამ თვალსაზრისით. არც გავიმარჯვოთ, მომავალში იმედია, მაგრამ ბრძოლის რამდენიმე ეტაპზე დავამარცხეთ. მე პირადად ერთ-ერთი მაგალითი ვარ და ნაციონალური მოძრაობა არის ამის მაგალითი მიშას დამატებით. რომ აი სიტყვა რო შეგვაჩვიეს და რო გვეუბნებიან, რომ სისხლის სმელები და თქვენ ესეთებო და თქვენ როგორ ბედავთ და თქვენ გასვე როგორ ბედავთ.
ჩვენ რო გაკვეთებული გვაქვს ამ ქვეყნისთვის გულწრფელად, აი ღიად და დარწმუნებით გეუბნები. 200 წლის მანძილზე სხვას მათ არავის გაუგებია. სუვერენულ ქართულ სახელმწიფოში მით უმეტეს. დღეს რო შეგვივა ყველას გული, ცალსახად. ყველას მან არ უნდა მაგას, ყველას შეგვივა გული რომ შეიძლება დავკარგოთ ევროინტეგრაცია. თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ის ფუნდამენტი არ ჩაგვეყარა. თქვენ ფიქრობთ რომ 2000 წელს, 2001 წელს, 1999 წლის საქართველოს რამე პერსპექტივები ჰქონდა? სასაცილო მაიმუნები ვით გამოვიყურებული ხალხო. თქვენ ფიქრობთ რომ ეხლა რომ ვიღაცები წუხან რომ აი ტრამპი ვიღაცას არ ხვდება და რაღაცა ეს ჩვეულებრივი ძალისხმევის შედეგი იყო? ჩვეულებრივი ძალისხმევის შედეგი იყო რომ საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა? არც კი ესმით ადამიანებს და დავკარგეთ, მაგრამ კიდევ უარესი ზოგჯერ ის არის რომ პროპაგანდა მარტო მაგალითად თქვენზე და ჩემზე კი არ მოქმედებს, როცა გვესმის. მისი განმახორციელებელი იჯერებს უპირველეს ყოვლისა. თქვენ იცით რომ კადაფს დაჯერებული ქონდა ბოლოს, რომ ის საოცარი გენიალური მოვლენა იყო. თქვენ იცით რომ ჩაუშესკოს წამდა, რომ ის მართლა მამასავით უყვარდა რუმინელებს. პროპაგანდა მიცის დაჯერება იმათ აჯერებს, ვინც ამ პროპაგანდას ახორციელებს. ეხლა ჩვენ მე რომ მაგალითად ხოცებს ვეზიზღებ, მეგობრებო, ეხლა დარწმუნებული ვარ რომ მართლა გულწრფელად საზიზღარი გონება. პროპაგანდამ თვითონ ვინც აკეთებს, ის ადამიანებიც ამაში დაარწმუნა. უნდათ როგორც გითხარით იმ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანების ჩემი გაშანება. ნუ ეხლა ხო ცალსახაა ხო? ბატა ბურჯულაძის პერსონა ქართულ საზოგადოებაში არ ეხლა რაღაც არ არის რა ისეთი, როგორც ეხლა ესე მარტივად შეუძლიათ გააშაუნდა. ახალაიას მიწებება კაი გასაშავებელია. ესე და რო იცოდეთ სხვათა შორის, აი ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას აკეთებდნენ, როცა აი ხან მაკეტზე რო აცხადებდნენ, ხო? ხან რაღაცა რო იყო, ხან რაღაცას იწერებდნენ, ყოველ ჯერზე მithვლიდნენ, რომ წადი სასწრაფოდ დატოვე ქვეყანა. მოიცეთ, უცნაური რაღაცა. მაშინაც 12-ში მეუბნებოდნენ, რომ წადი ქვეყანა დავტოვე. მე რატომ ჩამოვედი და რატომ მოვედი თქვენთან ყველასთან გაიხსნა. ახლაც ბოდიში და რუსული სამი სიტყვა შევიტყვი. მე გაამძაფრეს, იცით რა თქვენს? რა შეუმითვალეს? დაგიჭერთ კი არა, ხო თქვენ ხო ხვდებით ანის რატო გადაიკეთე? ხო ხვდებით. იმიტომ რომ შენ თუ არ გეშინია დაჭერი შენ ცოლს დავიჭერთ. არ მინდა შორს კიდე შევიდე ამის ტერორის ამ ფორმაში, არ მინდა მეტი, მაგრამ ამით ყველაფერი ნათქვამია. შუალედში შევამითვალეს რომ წადი თორე აკავანის დროს გესვით და მოკავთ და ვიტყვით რომ წინააღმდეგობა გაგვიწია. მე ისევ სამი რუსული სიტყვა შევუთვალე უკან. ეს ხალხი, რომლებსაც ეხლა ხელისუფლება უჭირავთ, უკვე ამ ზღვაზე არიან. არანორმალურ ზღვაზე არიან. ადამიანს რო შეუთვლი, რომ ჯერ წადი, არ წავა, ჯერ რა უფლებით მithვლია, რა მაგათი საქმეა, მე ჩემ ქვეყნიდან წავალ თუ არ წავალ. დავით ყველაფერს თავი დავანა. აი აბსოლუტურად ყველა. საწოლი, რა თქმა უნდა. მე რას ნიშნავს, თუ არიზამ ამას არ გააკეთე, დაჭერის არ გეშია, მაშინ გესწრო. ხო, მქონდა მე ერთი ვიდეო ჩაწერილი, სადაც მთელი სახე მქონდა გადაღებული, არც იარაღი მქონდა, არც არაფერი, მადლობა ღმერთს, ეს შედეგი არ დადგა. მაგრამ რასიზმი ხვალდა ზეგ რა მიმართულებით არავინ არ იცის. ვიღაცები რომ ადარებენ დიქტატორებს ერთმანეთს. უნდა იცოდეთ დიქტატორების ისტორია. ხალხის ხოცვით თავიდან არავის დაუწყია. აიათოლასაც კი არ დაუწყია. კადაფს საერთოდ არ კადები რევოლუციის დაშუქდა ხალხი. აბა ეხლა სხვებს ასე ხდება. ეს ხდება ბოლოში, როცა პროპაგანდა მათ თვითონ არწმუნებს, რომ ჩვენ აქეთ საზიზღრები ვართ, ჩვენი დეჰუმანიზაცია აუცილებლად შედეგიანია მათთვის და იმათმა უნდა დაიცვან საკუთარი სიცოცხლე ჩვენგან. ეს პარანოია, რომ ელანდებათ რაღაცეები, რევოლუციები. ქართულ საზოგადოებას არასდროს მოუხდენია რევოლუცია. სამწუხაროდ. თუ არ ჩავთვლით, ხადერდობა რევოლუციას 2003 წელს. არა ვართ ჩვენი საზოგადოება, რომლებიც ბატონებს სახში უვარდებიან. და არც ჩვენ და არც სხვები საერთოდ რო იცოდეთ კაცობრიობის ისტორიაში საზოგადოება 99% სოციალური სტრუქტურების არსებობა იყო
მონათლობელობა სხვადასხვა სახით 1%-ში არის დაახლოებით თანამედროვე დემოკრატიის ფორმები, ასე რომ ეს გენეტიკურად შეიძლება ბევრს კონდეს. აი ეს ყველაფერი ერთმანეთში დაერიათ. შევაჯეროთ ბატონო მაჩანა. ბატონო? შევაჯეროთ თქვენი პოზიცია შესწავლების ეტაპზე. ხო, 19-18 წელი. თქვენ დროში გეჩქარებათ, ეს ჩემი 19-18 წელი შეიძლება იყოს. ამით თქვენ არაფერს არ კარგავთ, მე ვსაუბრობ. მინდა მოსაზრება იქნებ და მნიშვნელოვანიც არ არის მარტო თქვენ მოისმენთ. ეს ხო. კი, ერთი გარემოება ეს ხო. სხვადასხვა ეტაპებზე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა საქმესთან დაკავშირებით დამატებით თვითონ ამის ქალბატონი, ვიცი. ქალბატონი, ძალიან გულსატკენია. მე რამდენი ხანია ვსაუბრობ? საათი? თითქმის. ძალიან გულსატკენია ქალბატონი, ნუ აი გულწრფელად გეუბნებით, რომ თქვენ საათი ვეღარ გაძელით ჩემი ისტორიის მოსმენის, რომელიდანაც 9:30 თქვენმა კოლეგებმა უსამართლოდ ჩამსვეს და ეხლა თქვენ ჩამსვათ 9 წელი ქალბატონი. აი რაღაცა 5-10 წუთი მინდოდა და ისედაც ვამთავრებდი, ხო? ვერ გაძელით. თქვენ წარმოიდგინეთ, მე რამდენს ვუძლებ ამდენი წელი. ძალიან ბევრს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო ხედავთ მოსასმენადაც როგორ დამღლივია. ხო დამღლივია. და აბა ეს ნაწარმოიგეთ, რომ ნამდვილი ცხოვრებაა ვიღაც ადამიანის. ხო, ეგრე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის, ეხლა მე 45 წლის გავხდი უკვე და ჩემთვის ეხლა მე აწი აღარაფერი აღარ შემცვლის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. უბრალოდ ერთი რამ კიდე გავუსვენ აი პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასაგონად და თქვენთვის სასამართლოსთვის და რავი, მთელი ქვეყნისთვის. მე ვთვლი რომ ივანიშვილი არის დასამხობი. დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დაჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის ერთადერთი გზა. იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. აზრი ამ საუბარს, აზრი რა აქვს. თითქოს არც არაფერი, ხო? არა ეს ჩემი ცხოვრება. მე თქვენ ახლა გიყვებოდით ჩემ ცხოვრებას. იმ განცდით, რომ ნულოვანი გავლენა ექნება ამას საქმეს. თქვენ მე 9 წელს მომიჯით, თქვენ მე 9 წელი უნდა მომისაჯოთ. მაგრამ ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ. აუცილებლად დავამხობთ და მინდა გთხოვოთ ყველას. არ დაუჯეროთ არც ერთ პოლიტიკოს, რომელიც იტყვის, რომ არ იქნება მერე შურისძიება. სამართლიანი შურისძიება იქნება ის, რასაც მოიტანს ამ ხალხისთვის, ჩაგვრილის წინააღმდეგ გამარჯვება. აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ გავუსწორდით ჩვენ ჩაგვრილებს, ქართული საზოგადოება. ჩვენ არ გავუსწორდით კომუნისტებს, ჩვენ არ გავუსწორდით 90-იანის უბედურების დამსწრეალებს, როგორც საზოგადოება, როგორც ერი. იმიტომ ვერ შევდექით სრულყოფილ სახელმწიფოს. იმიტომ რომ სიტყვაზე თქვენ წარმოიდგინეთ, გოგა ხაინდრავა ჩვენ თავრობაშიც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ ჩვენ გავლილი გვაქვს ეს რომ ყველა ერთად ჩავეხუტოთ ერთმანეთს გავლილი გვაქვს. ხაინდრავებთან ჩვენ არ ჩავეხუტოთ. ხაინდრავის ადგილი არის ციხეში. ივანიშვილის ადგილი არის ან ციხეში, ან საიქიოში, ან ჯანდაბაში. აი ასე დამთავრდება ეს ისტორია. რა დროც ამას არ უნდა დაჭირდეს. დიდი